გერმანია პუტინის რუსეთის წინააღმდეგ აღუებს გარდაუვალ ომს და აკენებს ევროპას გაფრთხილების წინ აფრთხილების წინაშე, რომელიც უკვე თეორიის ფარგლებს გასცდა. ეხლა განხილვა მხოლოდ უკრაინას აღარ ეხება, არამედ იმაზე, რა მოხდება თუ მოსკოვი ამ ომიდან კიდევ უფრო შეიარაღებული, გაბრაზებებული, სამხედრო ინდუსტრიაზე დამოკიდებული და იმავე კაცის ხელმძღვანელობით გამოვა, რომელმაც ეს კონფლიქტი ძალაუფლების ძრავად აქცია. ჩვენ რუსეთის ეკონომიკას ახალ ტექნოლოგიურ დონეზე სრულიად ახალ საფეხურზე ავიყვანთ. გავაგრძელებთ გზების, საცხოვრებლების მშენებლობას, სამუშაო ადგილების შექმნას, კარგად ანაზრაურებადი სამუშაოების უზრუნველყოფას, მხარს დაუჭერთ რუსულ ეროვნულ ბიზნესსა და იდეებს, რომლებიც ჩვენს სუვერენიტეტს უზრუნველყოფს. ზოგიერთი გეგმა, რა თქმა უნდა, მიმდინარე სიტუაციის მიხედვით მოვარგეთ, მაგრამ ყველა სტრატეგიული განვითარების პროგრამა სრულად განხორციელდება და ყველა სოციალური და სახელმწიფო გარანტია აუცილებლად შესრულდება. 2024 წლის 12 დეკემბერს მარკ რუტემ ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ რუსეთი ამზადებს ხანგრძლივ დაპირისპირებას როგორც უკრაინასთან, ასევე თავად ალიანსთან. მან თქვა, რომ მოსკოვმა ეკონომიკა საომარ რეჟიმზე გადაიყვანა და 2025 წელს სამხედრო ხარჯები MŠP-ის 7-დან 8%-ს მიაღწევს, რაც რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტის დაახლოებით მესამედია. ეხლა გერმანია ანცვლების ცენტრშია, რადგან ის აღარ არის მხოლოდ პოტენციური ძალა და დაიწყო პირდაპირი როლის შესრულება აღმოსავლეთ ფლანგზე, სწორედ იქ, სადაც ესტონეთი, ლატვია, პოლონეთი და კალინინგრადის რეგიონი დაძაბულობის წერტილებად გვევლინებიან. 2026 წლის 30 ივნისს გერმანულ-ჰოლანდიურმა პირველმა კორპუსმა აიღო ტაქტიკური პასუხისმგებლობა ესტონეთსა და ლატვიაში სახმელეთო ოპერაციებზე. ძალაში შესვლით 1 ივლისიდან რას ამზადებს პუტინი? რატომ გახდა გერმანია ცენტრალური ფიგურა? როგორ აპირებს ნატო ამ დაპირისპირების შეკავებას? გერმანიის ცვლილება აღმოსავლეთ ევროპაში სიმბოლური არ არის. ეს ცვლის ნატოს თავდაცვის სტრუქტურას სენსიტიურ ზონაში, რუსეთის საზღვართან და ბალტიის ზღვის მახლობლად. გერმანულ-ჰოლანდიური სარდლობა, რომელიც მიუნსტერში, გერმანიაში მდებარეობს, ახლა ესტონეთსა და ლატვიაში დანიშნულ ძალებს კოორდინაციას უწევს. სწავლების დაგეგმვა, გაძლიერების ინტეგრაცია და სახმელეთო პასუხის ორგანიზება კოლექტიური თავდაცვის შემთხვევაში. როიტერსმა უკვე გაავრცელა ინფორმაცია. 2026 წლის 28 მაისს ცნობილი გახდა, რომ ეს სამხედრო შენაერთი რეგიონში ნატოს ძალების სარდლობას გადაიბარებდა, რათა გაეძლიერებინა შეკავება რუსეთის შესაძლო აგრესიის წინააღმდეგ. ანუ ბერლინი აღარ საუბრობს მხოლოდ ევროპულ უსაფრთხოებაზე. ბერლინი უშუალოდ აკენებს სარდლობას, ჯარს, დაგეგმვას და პირდაპირ პასუხისმგებლობას წინა ხაზზე. გაფრთხილებას მეტი მნიშვნელობა მიენიჭა, რადგან რუტის განცხადებაში რუსეთი არ განიხილებოდა როგორც დაღლილი სახელმწიფო, რომელიც უბრალოდ სახში დაბრუნდება უკრაინის შემდეგ. მან განაცხადა, რომ მოსკოვი აწარმოებს დიდი რაოდენობით ტანკებს, ჯავშან მანქანებს და საბრძოლო მასალას ჩინეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის მხარდაჭერით. და აღნიშნა, რომ მტრული ქმედებები ნატოს წევრების წინააღმდეგ რეალურია და ისინი სულ უფრო ჩქარდება. მის მიერ დასახელებულ სიაში შედის კიბერშეტევები, მკვლელობის მცდელობები ბრიტანეთისა და გერმანიის ტერიტორიაზე, აბეთქებები საბრძოლო მასალის საწყობებში ჩეხეთში, მიგრანტების გამოყენება პოლონეთის, ლატვიის, ლიტვისა და ფინეთის წინააღმდეგ, ასევე ჩარევა სამოქალაქო ავიაციაში ბალტიისპირეთში. მისი გამოსვლის ყველაზე ძლიერი ფრაზა მარტივი იყო. რუსეთი ემზადება ხანგრძლივი დაპირისპირებისთვის უკრაინასთან და ნატოსთან. ამ გაფრთხილების ეკონომიკური საფუძველი ციფრებში ჩანს. ფინეთის ბანკმა 2026 წლის იანვარში შეაფასა, რომ რუსეთმა გააორმაგა თავდაცვასა და შიდა უსაფრთხოებაზე დახარჯული თანხები 2020 წლის 3.6%-დან და 1-დან მიაღწია 7.2%-იანი წილი MŠP-ში, რაც ომის ძალისხმევისთვის 7%-ს შეადგენს. იგივე კვლევა ამტკიცებს, რომ საერთო ხარჯი შეიძლება უფრო ახლოს იყოს MŠP-ის 10%-თან. რადგან ომი ასევე მოიცავს ბიუჯეტის სხვა სფეროებსაც, როგორიცაა სოციალური შეღავათები, მშენებლობა, ინფრასტრუქტურა და სახელმწიფო კრედიტი. ეს არის ეკონომიკა, სადაც ქარხნები, ბანკები, მუშები, კონტრაქტები და მთელი რეგიონები სამხედრო მანქანამ ჩაითრია. როდესაც ომი შემოსავალს, დასაქმებასა და პოლიტიკურ გადარჩენას ნიშნავს, მშვიდობა აღარ არის უბრალოდ ხელმოწერა ქაღალდზე. ადამიანური ზეწოლაც მძიმედ მოქმედებს რუსეთის შიგნით. ბრიტანეთის მთავრობამ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში განაცხადა, რომ 2026 წელსაც რუსეთის დანაკარგები კვლავ ძალიან მაღალი იყო და მას შემდეგ, რაც ფართომასშტაბიანი შეჭრა დაიწყო, დაახლოებით 1.3 მილიონი დანაკარგს შეადგენდა.
იგივე შეფასებაში ნათქვამია, რომ მოსკოვის სულ უფრო შეზღუდული მობილიზაციის არჩევანის წინაშეა, რადგან ფინანსური სტიმულები უფრო ძვირი გახდა და მასობრივი იზოლებითი მობილიზაცია შეიძლება შიდა არასტაბილურობა გამოიწვიოს. ეს ნაწილობრივ ხსნის, რატომაც პუტინი უბრალოდ ვერ შეწყვეტს ომს, ისე რომ სახლში მწარე კითხოს არ შეეჯახოს, რა უნდა უყოს საზოგადოებას, რომელიც კონფლიქტის გარშემო ცხოვრებისკენ იქნა მიბიძგებული. პუტინის რუსეთიც ევროპას ამოწმებს ღია ომის ზღვარს ქვემოთ. საერთაშორისო სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ანგარიშმა, რომელსაც Associated Press 2026 წლის 2 ივლისს ციტირებდა, აღნიშნა ევროპაში 154 საეჭვო დრონის დაფიქსირება 2024-დან 2026 წლამდე. მათ შორის გერმანია, საფრანგეთი, ბელგია, ნიდერლანდები, გაერთიანებული სამეფო და დანია. გამოძიების მიხედვით კამპანია გამოიყენებოდა სამხედრო ობიექტების დასაკვირვებლად, სამოქალაქო ავიაციის ხელის შესაშლელად და საჰაერო თავდაცვის სისუსტეების გამოსავლენად, ისე რომ ნატოს მხრიდან დაუყოვნებელი კოლექტიური რეაქცია არ გამოეწვია. ეს არის ჰიბრიდული ქმედებების ტიპი, როგორიცაა დრონები, რაკეტები ან სხვა ინიციატივები, რომლებიც სრულმასშტაბიან თავდასხმაზე ნაკლებია. დონალდ ტუსკმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა გდანსკში აღმოსავლეთ ფლანგის სამიტის შემდეგ, რომ სიტუაცია არასტაბილურია და სხვადასხვა სახის ესკალაცია შეიძლება მოხდეს მომდევნო კვირებსა და თვეებში. პუტინს შეიძლება ბერლინში შეჭრა არ დასჭირდეს, რათა გერმანია კრიზისში ჩააგდოს. საკმარისია აღმოსავლეთ ფლანგზე ზეწოლა, სადაც ახლა გერმანიის პირდაპირ სამხედრო პასუხისმგებლობა აქვს, პოლონეთის საზღვარი უკვე ჰიბრიდული ომის მაგალითად იქცა. 2026 წლის აპრილში ბალტიის ზღვის ქვეყნების საბჭომ ვარშავაში ექსპერტები შეკრიბა, რათა განეხილათ ბელარუსისა და რუსეთის მიერ მიგრაციის ინსტრუმენტალიზაცია, როგორც რეგიონზე ჰიბრიდული საფრთხე. დისკუსია შეეხო მოწყვლადი ადამიანების ორგანიზებულ გადაადგილებას ევროკავშირის გარე საზღვრებისკენ, რათა დესტაბილიზაცია მოახდინონ. ამამდე პოლონური კვლევები უკვე მიუთითებდა, რომ ბელარუსისა და პოლონეთის, ლიტვისა და ლატვიის საზღვარზე კრიზისი დაიწყო როგორც მინსკის მიერ პროვოცირებული ოპერაცია და გადაიზარდა ჰიბრიდულ ქმედებად რუსეთის მხარდაჭერით. კალინინგრადი კიდევ ერთ დაძაბულობის კერას ამატებს. ეს რუსული რეგიონი გამოყოფილია რუსეთის ძირითადი ტერიტორიისგან და გარშემორტყმულია ნატოსა და ევროკავშირის წევრებით, ებით პოლონეთსა და ლიტვას შორის. 2025 წლის დეკემბერში ვლადიმირ პუტინმა გააფრთხილა, რომ კალინინგრადის წინააღმდეგ მუქარა შეიძლება უპრეცედენტო ესკალაციამდე და ფართომასშტაბიან შეიარაღებულ კონფლიქტამდე მივიდეს. კალინინგრადო დეკემბრის მუქარა ცარიელ ადგილას არ გაჩენილა. ვლადიმირ პუტინმა დეკემბერში გააფრთხილა მუქარის შესახებ სუალტის დერეფნის მახვილად. ეს არის ვიწრო ტერიტორია, რომელიც პოლონეთს ბალტიის ქვეყნებთან აკავშირებს და ხშირად ფიგურირებს ევროპული თავდაცვის კვლევის კვლევებში. ნებისმიერი ზეწოლა ამ ადგილზე გერმანიას, პოლონეთს, ბალტიის ქვეყნებსა და ნატოს დეკემბრის წინაშე დააყენებდა. გერმანიამ გააცნობიერა, რომ დრო არ ჩერდება. 2026 წლის ივნისში გენერალმა კრისტიან ფროიდენმა, გერმანიის არმიის ხელმძღვანელმა, განაცხადა, რომ გერმანია უნდა იყოს მზად შესაძლო რუსული მუქარისთვის 2039 წლამდე, ან უფრო ადრე, ნატოში გაზიარებულ შეფასებაზე დაყრდნობით. ეს განცხადება არ ნიშნავს, რომ ომის თარიღი უკვე განსაზღვრულია, მაგრამ აჩვენებს, რომ ბერლინი უფრო მოკლე რისკის ფანჯარაზე მუშაობს, ვიდრე საზოგადოებას წარმოედგინა. გერმანია წლების განმავლობაში ეკონომიკურს გიგანტად და სამხედრო ჯუჯად მიიჩნეოდა. ეხლა მას მეტი ხარჯვა სჭირდება, მეტი ხელმძღვანელობა, მეტი წარმოება და აღმოსავლეთ ევროპის დაცვა უზრუნველყოს იმ ეტაპზე, როცა მოსკოვი ცდილობს გაარკვიოს, რეაგირებს თუ არა ნატო როგორც ბლოკი თუ შიგნიდან იშლება. პუტინის გათვლა სახიფათოა, რადგან ომი რეჟიმიტიკური ენა გახდა. უკრაინაში შეჭრა დაიწყო როგორც ძალის დემონსტრირების მცდელობა კიევზე, მაგრამ შემდეგ ის შიდა მექანიზმად გადაიქცა. აქედან მოდის ფრაზა აუცილებელი ომი, რომელიც ევროპულ დებატებში ძლიერდება, რადგან პუტინის მიერ შექმნილი სისტემა სულ უფრო ნაკლებად შეესაბამება რეალურ მშვიდობას. მილიტარიზებული რუსეთი, ომის რეჟიმში მყოფი ეკონომიკით, მასობრივი ვეტერანებით, გააქტიურებული თავდაცვის ინდუსტრიით, მუდმივი პროპაგანდით და შურისძიების ამბიციით შეიძლება ომის შემდგომ პერიოდს მხოლოდ ძალების აღსადგენად გამოიყენოს. დიდი მადლობა, რომ ეს ვიდეო ბოლომდე ნახეთ. მხარი დაუჭირეთ ჩვენს პროექტს და ფინანსურად დაგვეხმარეთ იმ პიქს მისამართით, რომელიც თქვენს ეკრანზე ჩანს. ჩვენ დამოუკიდებელი არხი ვართ. ჩვენ ვცდილობთ, რომ თქვენ ყოველთვის სიმართლით ინფორმირებული იყოთ. თქვენი მხარდაჭერა გვეხმარება, რომ საქმიანობა გავაგრძელოთ.